4 წუთში ლუვრის გაძარცვაში მონაწილე 4 პირს ფრანგული პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მუზეუმთან ვიზიტორების ნაცვლად ახლა პოლიციის 10-ობით ეკიპაჟია მობილიზებული. ტერიტორია შემოღობილია საფრანგეთის კულტურის სიმბოლო კი დაკეტილი. საუკუნის ძარცვის ამსახველ კადრებს ფრანგული მედია ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთმა ვიზიტორმა გადაიღო. ვიდეო მასალაში ყვითელ ჟილეტში ჩაცმული კაცი ჩანს, რომელიც აპოლონის დარბაზში ვიტრინას აღებს. ეს კი იმ დროს ხდება, როცა ლუვრში დამთვალიერებლები შედიან მძარცველებს კი. მისი ჩაცმულობის გამო ყურადღებას არავინ აქცევს. საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, გამოცდილ ჯგუფს კონკრეტულ დარბაზში შესაღწევად და უნიკალური სამკაულების მოსაპარად მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა. ძარცვაზე ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში უკვე აქ ვიყავით. გულახდილად გეტყვით, ძარცვა ძალიან სწრაფად მოხდა დაახლოებით 4 წუთში. ეს ნიშნავს, რომ საქმე პროფესიონალებთან გვაქვს. ძარცვის დროს მათ უძვირფასესი გვადაუვარდათ, რომელიც შეუფასებელია ის ლუვრის მუზეუმთან ქვევით იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური პარიზი არ გამორიცხავს, რომ მძარცველები უცხოელები იყვნენ, თუმცა ჯერ ამის დაზუსტება უჯერთ. ერთადერთი რაც პროკურატურაში ზუსტად იციან, წაღებული ნივთების რაოდენობა და ფასია. მოპარულია 8 ექსპონატი, მათ შორის ნაპოლეონ პირველის მეუღლის, დედოფალ მარია ლუიზას ხელსაბამი და საყურე, მეფე ლუი ფილიპ პირველის მეუღლის, დედოფალ მარია ამელის ხელსაბამი, საყურეები და დიადემა და დედოფალ ევგენიას 2 ბროში და დიადემა. ცნობილი მუზეუმის გალერეა აპოლოდან, სადაც მონარქების ძვირფასეულობაცაა გამოფენილი 9 ნივთი, მათ შორის საფრანგეთის იმპერატორების კუთვნილი სამკაულები და ჭურჭლის კომპლექტები მოიპარეს. გვირგვინი კი ლუვრის მახლობლად დაგდებული იპოვეს. პარიზი ახლა პასუხებს მთავარ კითხვებზე ეძებს. როგორ შეძლეს მოტოციკლით მისულმა პირებმა იმ ადგილის გაძარცვა, სადაც კულტურული მემკვიდრეობა ყველაზე დაცულად ითვლებოდა. ეჭვმეტანილები მუზეუმის შენობასთან მდინარე სენადან 2 სკუტერით მივიდნენ. ზედა სართულზე ასასვლელად მექანიკური კიბე გამოიყენეს. ჩაამტვრიეს ფანჯარა და აპოლონის გალერეაში შევიდნენ. სამეფო სამკაულების უმეტესობა საფრანგეთის რევოლუციის დროს გაიყიდა ან დაიკარგა. დანარჩენი კი მუზეუმში ინახებოდა. ძარცველებმა ფასდაუდებელი სამკაულები გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ. ლუვრის მუზეუმი დაკეტილი კიდევ 24 საათით დარჩება. პრეზიდენტი მაკრონი მომხდარს მემკვიდრეობაზე თავდასხმა დაფასებს. ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ჩვენი ისტორიის ნაწილია. ჩვენ დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისმგებაში მიეცემიან. იანვარში დაწყებული ლუვრის ახალი რენესანსის პროექტი უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს მოიცავს. ის უზრუნველყოფს ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას. 2025 წლის 19 ოქტომბრის ძარცვა პარიზის ლუვრში ჩადენილი ყველაზე რეზონანსული ქურდობაა, თუმცა მანამდე 1911 წელს მუზეუმიდან ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა მოიპარეს.